მოგესალმებით თვითფასო ტელემაყურებლებო ეთერშია დღის შეჯამება ჩემი საავტორო გადაცემა და დღეს მე ვისაუბრებ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც დღეს მთელ საქართველოს, რა თქმა უნდა, აღებებს. მე მაგ დადებული მაჯისცემაზე ხელი იმ კუთხით და ვატყობ რა და რის გაგონება გსურთ თქვენ 20 წელია მე ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც ქვია თქვენი ინფორმირებულობა, თქვენთვის მართალი სიტყვის მოტანა და ამ ყველაფერს ვაკეთებ სრულიად უსასყიდლოდ, სრულიად რაღაცა გარკვეული ენთუზიაზმით და არანაირი მე აქ გარკვეული დაინტერესება არ მაქვს გარდა იმისა, რომ ჩემს ოჯახს მე ვართმე რაღაც საარსებო წყაროს, იმიტომ რომ იმ ენერგიას, რასაც მე ვხარჯავ აი ამ გადაცემების შექმნაში, რომელსაც თქვენ ყველანი ელოდებით, მე არანაირი დაინტერესება არ მაქვს თვითფასო მაყურებლებო, იმიტომ რომ კარგად მოგიხსენებათ, რომ დღეს საქართველოში პატრიოტული, კონსერვატიული შეხედულებების დახმარებას არანაირი მწვანე შუქი არ აქვს ანთებული ამ ქვეყანაში. პირიქით ეს ყველაფერი იდევნება და ბევრ ამას ვერც ვიტყვი ახლა როგორ იდევნება რანაირად, იმიტომ რომ არის ესეთი ნათქვამი, როგორც ბევრი რამე არ იჭმევა, ისე ბევრი რამე არ ითქმევაო. ზოგჯერ თქმა სჯობს, არათქმაცა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების და ჩვენ ქართველებს გვაქვს ბევრი ესეთი ხალხური თქმულება და ჩვენ ვართ საერთოდ ვეფხისტყაოსნის შემოქმედიერი და ბრძენიერი. ბევრი კი ხელს წამოკრავს ამ ქართველობას, რომ აი უელა უარგისები ვართ, ესეთები ვართ, ისეთები ვართ. იცით რა არის მეგობრებო? 30 წელი რომელიმე ევროპული ქვეყანა ესე დღეში რო ყოფილიყო, როგორიც ჩვენ ვიყავით. ხეებზე ირბედნენ ტიტულები რა. შიმშილში, ვაებაში, დაპირისპირებაში ამდენი აგენტურა, ამდენი მოღალატეები ჩაბუდებული სახელმწიფო უწყებებში და პატრიოტი და ეროვნული მუხტის მქონე ადამიანების ჩაწიხვლა, ეს ყველაფერი ხო დღის ნორმად იქცა რა. ესე იგი, არაფრის დიდებით იმ ხალხს არავის არ აკარებს ხელისუფლებას და მერე ცუდს რო ნიშნავენ, მერე იტყვიან, ეს ცუდია, ეს ცუდია. შედალოცვილო, თუ ცუდია 13 წელია, შედალოცვილო, კარგი დაგენიშნა, ხალხის მეტი რა არის, ის გაქცეული ხალხი, რომლებიც გაიქცნენ იმ უსამართლობის გამო. თქვენ ხო არ გონიათ, რომ ქართველი ხალხი დღეს მართლა შიმშილის გამო გარბის ქვეყნიდან. კი, ბევრი გარბის შიმშილიდან, მაგრამ უმრავლესობა გარბის უსამართლობის გამო. იმიტომ რომ ჩაწიხლული არავის არ უნდა ყოფნა. აი ამ საშინელებას რო უყუროს, არავის არ უნდა. მე იცით რა არის? ეხლა მე სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანი ვარ და ძალიან კარგად მესმის რა არის უსამშობლობა და ქვეყნის გარეთ ყოფნა. და თქვენ თუ გონიათ მე აქ ძალიან მახარებს აქ ყოფნა ძალიან ცდებით. მე ჩემ ქვეყანას არაფერი არ მირჩევნია და ქართველი კაცი ქვეყნის გარეთ რო არის, ეს არის მოწყვეტილი ფოთოლი, ხეს მოწყვეტილი ფოთოლი, რომელიც არ ვიცი ეულია და რომელსაც არ ვიცი აი თითეული ადამიანში ქართულ კაცში სევდას ხედავ მე. რაც არ უნდა მას ეკონომიკურად კარგად ქონდეს აწყობილი, ის მაინც განიცდის ამას. ეხლა არიან გამონაკლისები, რომლებსაც ბოდიში და ნათქვამია ქართველი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონაო და არის ესეთებიც რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვამბობ პატრიოტული სულისკვეთების ეროვნული მუხტის მქონე ადამიანებზე, რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან. და აი ამას ვიძახდი, რომ მე დღეს რასაც ვაკეთებ, აი ზოგჯერ ჩემ თავს უკვირდები და ვფიქრობ, რომ აი მართლაც მარტო ადამიანმა აი ამ ხელა რუსეთში არავინ მე დამხმარე არ მარს, არც ტექნიკური საშუალებების კუთხით აქ არავინ არ ამყავს, არც რაღაცა ფინანსური და ვაკეთებ იმას, რომ 4 გადაცემა კეთდება მეგობრებო, რომელსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს და ამას თქვენს ხედავთ მე მგონი, ხო? და მე საერთოდ არც მაკვირვებს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ის ხალხი ვართ, რომელმაც მშიერი მოკლა ფიროსმანი, მშიერი მოკლა აკაკი წერეთელი, მშიერი მოკლა უამრავი ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ემსახურებოდა. არ ვიცი,
ხშირად ეხლა როდესაც ადამიანი წავა მერე ვიცი დაფასება გოდერძი ჩოხელს იმდენი მეგობარი აღმოაჩნდა იმდენი ესე იგი იმდენი ადამიანი თქვენ დალოცულებო სირცხვილი და ნამუსი მაინც არა გაქვთ თუ თქვენ მეგობრები იყავით კაცი დეპრესიაში ჩავარდნილი სასოწარკვეთილი შიმშილით კვდებოდა და კაცის შვილმა ლუკმაპური არ მიაწოდე თუ თქვენ დაწერს ხოლმე აი ჩემი მეგობარი გოდერძი ჩოხელი გოდერძი ჩოხელი იყო სანთელი ადამიანი რომელსაც სამშობლოსათვის იღწოდა და მისი თითეული აი ქმნილება არის სევდითა და სიყვარულით ახსავსე სამშობლოსადმი მიმართ ვაჟას გზის გამგზელებელი და მე აი არ ვიცი ესეთი ერი ვარ ჩვენ სამწუხაროდ იცით აი აქაც იგრძნობა ყველი რამე რომ ესე იგი აი მაგალითად სადაც არ უნდა იყოს აი მაგალითად ჩვენი მეზობლები რო არიან თქვა 1000-ჯერ ვიტყვი და ეხაც ვიმე 100 სომეხიან აზერბაიჯანელი რომ არის ხო იქ 1000 გახდება და სადაც არის 100 ქართველი 10 გახდება იმიტომ რომ ქართველს არ უნდა რომ ვინმე ქართველმა კიდე რაღაცა ძლიერად იყოს რა ეხლა აი აქ მაგალითად ესე იგი კისლაუცკში იყრიდა კენჭს პეტრე ლობჟანიძე დიასპორის ხელმძღვანელი ესე იგი სომხური მთელი აი ეს დიასპორა გაერთიანდა და კონკურენტმა ვინც იყო მაგისი სომეხი პიროვნება მოიგო არჩევნები ქართველებმა რა ვიცი ისავართ ეს და ერთი კაციშვილს არ დაუჭერია მხარი აი ამ რაღაც გაერთიანებებიდან შესაბამისი გაერთიანებიდან პეტრე ლობჟანიძე ელემენტარული რუსეთშიც აი და ყველგანაც იგრძნობა ის რომ ერთ მუშტად შეკრულობა აკლია ჩვენს ერს ვიცით რა არის როდესაც უცხო ქვეყანაში ხარ შენთვის იქ უნდა უცხო იყოს ნაცი კოცი შმოცი ეხა თუ ის არ არის ბოროტ მოქმედი და მართლან სააკაშვილის ის არ არის რა ქვია რაღაცა პირველი რგოლები და აქ უნდა იყოს რაღაცა გაერთიანება რაღაცა ერთსულოვნება ყველგან აქ კი არა სხვაგან არ ვიცი ეხლა უცხოეთში ის ჩავიდა კონცერტის ჩასატარებლად მომღერლები და არაო თქვენ არ შეგიშვებთ აი სადამდე მივიდა ხალხი ადამიანი მოდის იმის გულისთვის რომ შენ სიამონება მოგანიჭოს და არაო ეგო ოცნების ხარდამჭერი მომღერლები არიან ეხლა შორს წამივიდა საუბარი ამ ყველაფერსგან და უბრალოდ ერთი რამე მინდა გითხრათ მეგობრებო რომ მამა გაბრიელმა თქვა რომ ქვეყანაშიო სადაც სიყვარული გაქრებაო იმ ქვეყანას პერსპექტივა აღარ აქვსო და მე ვეთანხმები მამა გაბრიელი არის ჩემთვის უსაყვარლესი წმინდანი და ძალიან დიდ ძალას მაძლევს როდესაც ხეთაში მივდივარ და იქ სადაც მისი წმინდა ნაწილები არის როდესაც მე მას აი რაღაცა შევთხოვ ხოლმე თითქმის ყველაფერი მისრულდება მეგობრებო აი ესეთი განცდა მაქვს რომ ყოველთვის მის ძალას გრძნობ და მამა გაბრიელსაც როგორ ვექცეოდი ჩვენ როგორი დაუფასებელი იყო ის და რამდენჯერ გული ატკინეს ამ ადამიანს და ჩვენ საერთოდ ესეთი ერი ვაქვს საქართველოს გიყვარს ჩვენ მარტო მიცვალებულები კაცი რო მოკრება მე დავიწყებთ უი რა კაი ადამიანი იყო უი რა კარგად იყო აი გოდერძი ჩოხელის არ იყოს რამდენი ხა გვარსახელს არ დავასახელებ ამ მაზრზენია უბრალოდ ის ხალხი რა რომ უი ჩემი მეგობარი უი ჩემი ისა და უი ის აი ეხლაც იგივე გრძელდება მეგობრებო მე ეხლა როგორ შეიძლება არ შევეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში აქაც ბევრი ლაპარაკობს ამის შესახებ როდესაც აი ეს ამბები იყო საქართველოში აქცია იმართებოდა არაბიზაციის წინააღმდეგ ძალიან ბევრი ქართველი აქაც აღშფოთებული იყო რაღაც აქციის გამართვა უნდა და ხარდაჭერა უნდა და რაღაც ესე იგი როგორი ესე იგი ჩაწიხლა ხდება იმ ადამიანების და როგორი ბულინგი მიდის იმ ადამიანების ვინც ესე იგი გამოვიდა აქციაზე თქვენ ბნელებო თქვენ მოღალატეებო თქვენ ისაო თქვენ ესე იგი ცივილიზაციისა და რაღაცა პროგრესის მოწინააღმდეგეებო და ეს იმ ხალხს ეძახიან რომლებიც ამბობენ რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს რაც არის ელემენტარული აქსიომა ერთადერთი საქართველოში ქართველებს დაგვრჩა ქართული მიწა ჩვენ ხო ყველაფერი გავყიდეთ ხალხო ერთი მაინტერესებს ერთი ეს სესები ეს ენერგოობიექტები ეს პორტები ყველაფერი ხო უცხოელებს მივყიდეთ ხო მივყიდეთ უცხოელებს ქართველების ხო აღარაფერი არ არის ერთადერთი მიწა გადარჩა და იმასაც ყიდით. აი ამ მიწასაც რო გავყიდით ამ ქვეყანაზე მე მაინტერესებს ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი?
ქართველი ხო აღარავინ აღარ იქნება და მე ვიღაცა რომ მოვა ხელისუფალი აქ და საწარმო ფაბრიკის შექმნა რომ ენდომება სად უნდა შექმნა საერში მაინტერესებს მერე კიდე აი ესეთი აი იდიოტური პოზიცია რომ ეგლა აქის არაბი ჩამოვა და არაბი იყიდის თვითონ ის არაბი ინვესტორი იძახის რომ 60% უნდა გაიყიდოს უცხოელებზეო თქვენ მართლა რამეს ეწევით თუ რაღაცა პრობლემა გაქვთ თქვენ ვერ ხვდები ჯანმრთელობის კუთხით კაცი იძახის ინვესტორი რომ მე უნდა ეს ჩემი ბინებიო გავყიდო უცხოელებზეო გარკვევით იძახის ამას და მე თქვენ რა გინდა და თქვენ მართლა ხო არ გონიათ აქ არაბები იყიდიან თურქები ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები შეიძლება არაბმა მართლა მცირე ნაწილი იყიდოს მაგრამ აქ ხო გადამთიელი იყიდის ამ ყველაფერს ამას იმიტომ რომ თან ისეთი მაღალი ფასი აქვს იმათ ქართველი ვერ შეწდება ვერანაირად დღესაც აი მაგალითად კორპუსები რო შენდება თქვენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ თუ არ იბრმავებთ თუ რას გიხდიან ამისთანაც რომ ყველაფერი უნდა გააპრაოთ ვინა შეხედეთ აი თბილისში დიდი ხომში კორპუსებს იღებენ ირანელები თითქმის თელ კორპუსებს და საცხოვრებელ სახლებში და ან ქუჩაში არ დადიხარ თქვენ თუ რა ხდება მე ისიც კი მაღელვებს და ისიც იმაზეც გული მტკივა რომ საქართველოში არის რეგიონები რომლებსაც შიც ქართველები საერთოდ არ ცხოვრობენ და თქვენ ეს არ კომუნისტების ეპოქაში ყველა თითეული პირველი პირი იმას ფიქრობდა რომ ყველა რეგიონში ყოფილიყო ქართველი უმრავლესობა მაგრამ თქვენ იცით რა არის ეს იმიტომ არ გაღწევთ ხჩევარდნაძის ლეკვები ხართ ეროვნული ცნობიერების ამ მქონე ადამიანები თქვენ ხო იძახთით რომ ადრე რომ ეროვნული ცნობიერება დამღუპელი არისო და თქვენ მიგაჩნიათ ის რომ ეხა მე რო ვიტყვი რომ მაგალითად ამა თუ იმ რეგიონში მე გული მტკივა რომ ქართველები ცოტა არიან ეს შეიძლება თქვენ ფაშიზმად შენათლოთ მე გეკითხებით რატოა სომხეთში 99% სომხები თქვენ გეკითხებით აზერბაიჯანში რატომ არის მაგალითად უმრავლესობა აზერბაიჯანელები სულ რატომ არის თურქეთში ქრისტიანები საერთოდ არავინ არის და კარგ მოვიყავით ჩვენ გარგადაკეთებული და ჯულშეცვლილი არის ყველა რატომ არის მაგალითად იქ აზერბაიჯანში რომ გადახვალ ქართველებს რომლებიც ცხოვრობდნენ ხერეთში გვარები აქვს შეცვლილი და ბევრს ჯული შეაცვლევინეს ზაქათალის რაიონში თქვენ მაინტერესებს ეს ქვეყნები რომ ასეთ პოლიტიკას ატარებს ვინმე ეუნება ფაშისტი ნაციონალისტი ჩვენ აქ ხმარო ამოვიღოთ ერთი არ ვიცი ეგრევე მას ვიზამთ რა ქვია ჩავქოლავთ იყო ესეთი იდიოტური აქსიომა შეიძლება რა თქმა უნდა პირველ პრეზიდენტს რაღაც გარკვეული შეცდომები ჰქონდა იმიტომ რომ იყო ახლა ფეხადგმული ქვეყანა და მე შორს ვარ იმაზეგან რომ არ იყო შეცდომები მაგრამ ბევრი მიაწეს იმას რომ აი თქვაო ესო ქართველები ქართველებისთვისო არ უთქვი ამ კაცს და განმარტებაც გააკეთა ერთ-ერთი გადაცემაში და თქვა რომ ეს მე არ მithქვია მე ვთქვი რომ ქართველებმა შექმნეს ეს ქვეყანა და ამიტომაც ჩვენ უნდა ეს გვახსოვდესო და სხვათა შორის ეს ვიდეო მასალა არსებობს საბჭოთა ჯარისკაცებთან მარკ რევკინთან იყო გადაცემა მაშინ პირველ საზოგადოებრივი არხი იყო თუ რაც პირველი არხი იყო იქ იყო ეს გადაცემა და თქვა ამის შესახებ ამ კაცმა და ბოდიში მოიხადა სხვათა შორის იაკობ კედმიმ ჩემთან იმიტომ რომ მასაც ვიღაცა აქ მოღალატე რენეგატმა ქართველებმა მიაწოდეს ეს ინფორმაცია მოსკოვიდან დააწუნეს რომ ესეთი თქვა და ერთიც კიდე ერთი სულელი ქართველი არის აქ რა კიტრიათ მოაქვს თავი და რაღაც დიდი იძახის ამას 15-ჯერ 1000-ჯერ რომ აი ქართველო ვიძახდით რომ ქართველები არ იძახდა არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი არ იძახდა იმას რომ ქართველები საქართველოს რატო გინდათ ესე ვიღაცა აამოთ და ქართველი დააკნინოთ ჩვენ ბევრი ცუდი რაღაცა გვაქვს მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ხალხი რომლებიც სხვისი ეთნიკური ჯგუფის დაკნინების ხარჯზე ჩვენ აღმავლობაზე რაღაცა ვლაპარაკობთ არ უთქვია და რო წარუდგინე ამ კაცს ეს ვიდეო მასალა ბოდიში მოიხადა მან კედმიმ ეს პირდაპირ ეთერში იყო ჩემგან ბოდიში მოიხადა ამხელა პოლიტოლოგმა მეო შეცდომაში შემიყვანესო და მე კი ვიცი ვის შეიყვანა ეს ადამიანი შეცდომაში ვიცი იმიტომ რომ თვითონაც ეხლა რაღაცა ზიზღი და ბოღმა აქვს ადამიანის მიმართ რომელსაც ერქვა ზვიად გამსახურდია და იცით რაშია საქმე დღესაც იგივე გრძელდება ესე იგი ჩვენ გამოგვიყვანეს ფაშისტებად ესო თურმე ქრისტიანულათო იესო ქრისტესთვისო ყველა მოყვას იქნება არისო და ჩვენო რატომ არ უნდა მივიღოთო ერთი გამოვიდა დიდი ბრძენი კიდე იაბოთბილელი ერთი იყო მეგობრებო და დანარჩენი სხვები იყვნენ აქა და მე კიდე რატო უნდა გაიყიდოს ქართული მიწა უცხოელებზე როდესაც ეს ერთადერთი რაღაც დაგვრჩა ჩვენ რო აშენდეს სასტუმრო ქარხანა ფაბრიკა ორი ხელით მხარს დაუჭერდა არამედ ხმას არ ამოიღებდა
რატო უნდა გავყიდოთ გეკითხებით როცა ქართველები უმცირესობა რა არის აქ პროგრესის წინააღმდეგობა რა არის და რა არის აქ მომავალი რა არის საქართველოსთვის გაიყიდება კორპუსები და მე იქ ვინც იმუშავებს ერთჯერადად მიიღებს დახმარებას მშენებლობას დამთავრდება ამით რა ინვესტიცია ეს არის მიწის გაყიდვა ინვესტიციას დაარქვით თქვენ ესეთი ავანტყო მე კიდე ერთი მაინტერესებს თუ მართლები ხართ მოაწყვეთ დებატები ამ იმედში პირველ რიგზე მოიყვანეთ ვინც სხვაზეა ოღონდ ისეთი კაცი კი არ მოიყვანოთ რომ თქვენიანი რო არის ვითომ აი როგორც ეს გირჩელები რო ყავთ აგერ ეს იაგო ხვიჩია რომელიც ვითომ ოპოზიცია და თქვენი როა ჩასმული ჯიბეში რო ყავთ მოიყვანეთ ისეთი ადამიანი ვინც დაგისჯდება და დაგელაპარაკებათ ამ ყველაფრის შესახებ შეიძლება ხალხო ამნაირად ესე იგი მე ვფიქრობ აქ ბრიტანული სპეცსამსახურები არის ჩაბუდებული ქვეყნის ხელისუფლებაში მე თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იგივე იმ ხალხი ვინც ხელისუფლებაშია ვიცი რომ ამას ეწინააღმდეგება უბრალოდ ვერ ბედავენ ამის თქმას და ეს არის დიდი ნაღმი და იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად შეაზიზღონ ხალხს ხელისუფლება და კიდევ მეტი უფსკული აღმოჩნდეს. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ რო ვიძახთით რომ ის არ ვარგა, ეს არ ვარგა, ის ეხლა ხო ყველაფერს იძახით, ის ცუდი ყოფილა, ეს ცუდი იმ დღეს გამოვიდა ყაველაშვილი და თქვა რომ ისაო, რა ქვიაო განათლებაშიო ბევრი პრობლემები ქონდაო ჩვენო აღიარებთ. კი მაგრამ მთელი 20 წელია მაგაზე ვლაპარაკობ რომ პრობლემებია. და ეხლაც თუ აკეთებთ ამ განათლების რეფორმას ბოლომდე გააკეთეთ და ბოლონიის სისტემიდან გამოდით. გამოდით ბოლონიის სისტემიდან. ეს არის ბოდიში და იმას რა ქვია საჭმელში რომ მარილი არ გააკეთო უმარილო რეფორმაა ეს თუ ბოლონიის სისტემიდან თქვენ არ გამოხვალთ. და მე კიდე იცით რა შეასაქმე კაცო შეურაცხყოფას თავი დაანებეთ ხალხისას რა. მე კიდე ხა მე ვერავინ ვერ დამაბრალებს რომ მე ხლა დიდი რაღაცა გარკვეული სიყვარული გამაჩნია და რაღაცა ისეთი გზნობები გამაჩნია ვიღაც იმ პარტიის წარმომადგენლების მიმართ რომლებიც იმ ორგანიზებას უწევდნენ. მე კიდე ერთხელ მეორებ მე რაღაცა პერიოდი მუშაობდი ალტინფოში 6 თვე იყო. და შემდგომში მე ამ ადამიანებს პატივს ცემდი ეხლაც ნახდა ზიზღიდას ბოღმა არ გამაჩნია ნამდვილად მაგრამ მე ძალიან ცუდად მოიქცნენ ჩემთან მიმართებით იმიტომ რომ როდესაც აქციები იმართებოდა ნაციონალების და იქ ხელისუფლებამ გამართა აქცია მე ვთქვი რომ სწორია ხელისუფლების აქციაზე უნდა მოვიდეს ხალხი იმიტომ რომ ევროპამ დაინახოს რომ მარტო ნაცები არ არის ქვეყანაში და ჩამქოლეს ესე იგი გადამიარეს ვიღაცებმა ვიცი ვინც იყო ეს ყველაფერი და მე მაშინ ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ამ ხალხთან და უთხარი ხელმძღვანელობას რომ რატო არის თქვენგან თუ არ მოდის ხმა მოიგეთ ამაზე მეთქი ყველაფერზე და არაო ჩვენო როგორ გავემიჯნოთო და რა ვიცი ხა ვინმე რო გამოვიდეს და აი მათ ლიდერებს შეურაცხყოფა მიაყენოს პირველები იქნებიან რომ რეაგირებას მოახდენენ და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეხლა ძალიან გული დამწყვიტეს მათ ამ თავიანთი ქმედებებით იმის გამო რომ მე ავდექი და დაუჭირე მხარი ხელისუფლების მაშინ აქციას და ვფიქრობ ეს ხელისუფლების აქცია არ იყო როგორც ის არ იყო კონსერვატორების აქცია ის იყო ზეპარტიული აქცია უბრალოდ ეს იყო მათ მიერ ორგანიზებული და მე რო ყოფილიყავი მეც მივიდოდი ამ აქციაზე და უერთდები ყველას ვინც იქ იყო და ანუ იყო ეს რაღაცა ძალიან არასასია მე ესე იგი მე 6 თვე მუშაობდი კაცო და რაღაცა 6 თვე მუშაობდი და ესე იგი თურმე მე რო პიროვნებას წარმორჩინდი ეს 6 თვის დამსახურება მთელი 7 წელი მუშაობდი ობიექტივზე საავტორო გადაცემა მიმყავდა და 6 თვე რო ვიყავი ალტინფოში თურმე ალტინფოს დამსახურება იყო რომ მე რაღაცა ხალხმა გამიცნო არ როცა ამ დროს 7-8 წელი კიდევ ერთხელ მეორე ობიექტის სხვა არხებზე ხალხი მიცნობდა და იქაც რო გამოვდიოდი იმ ალტინფოში იმ კონსერვატორებს უჭერდი მხარს ეხლა მე ამას იმიტომ მოვაყოლე ეს ყველაფერი რომ მე ვარ ეხლა გარკვეულწილად მხარდამჭერი ამ ხალხის და მიმაჩნია ძალიან ცუდ ტონად, როდესაც თავს ესხმიან მაგალითად იგივე ამ მორგოშიას. ესე იგი კაცმა თქვა რომ მე ინვესტიციებს თვითონ ვაკეთებო სასტუმროსო და ესო გამოიყვანეს აი ისე რომ აი ესო ისო თვითონ არაბების შემოყვანა უნდა და რა არაბების შემოყვანა ხა სასტუმროს რო აშენებდნენ ეს არაბები და იქ რო აშენებდნენ საწარმოებს სასტუმრო რა არის შემოვა კაცი დაისვენებს წავა და მე გეკითხებით ბინასა და სასტუმროს შორის განსხვავებას ვერ ხედავ თქვენ და თქვენ გინდათ ეხლა ის რომ ის ხალხი ეხლა ვინც მივიდა მორგოშიას გამო და ალტიფოს გამო მივიდა აქციაზე
იქ მივიდა ხალხი საერთოდ ამ მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით. უბრალოდ მადლობა მინდა უთხრა კი ბატონო, მე არ ვერავის წენა, მე არ ვარ ის კაცი ბოლმას და წენას რო ვიდებ და გუში. მე უბრალოდ ეს ეხა არც ვიტყოდი ამ ყველაფერს იგივე მათ მიერ ჩემს მიმართ არა პატრიოტად მოქცეულ ქმედებაზე არ ვიტყოდი, არ გავამახვილებდი ყურად, იმიტომ გავამახვილე. ეხა ეს ყურადღება რომ კიდე რაღაცა ინსინუაციები არ მოყვეთ. მიუხედავად იმისა, რომ გული მატკინეს, მე თუ უსამართლოდ მოექცევიან ამ ადამიანებს, პირველი დაუდგები გვერდში. მე მაგალითად ვიცავდი სპირიდონ სკიფურიშვილს და როდესაც შევედი იქ დასაკითხ ოთახში იმ წუთას მე მზაობა გამოვთქვი იქ ის ბიჭებიც იყო შეყვანილი მათი მხარდაჭერა და იმ არხზე რო გამოვდიოდი კიდე იმ ალტიმ ყოველთვის მხარს უჭერდი მათ იმიტომ რომ მე ვინც კი რამე კარგის გააკეთებს ყველას გვერდში დაუდგებ უბრალოდ მე ვამბობ იმას რომ მე არა პატიოსნად, არა სამართლიანად მომექცნენ, ტალახი მესროლეს, გამსვარეს, ლაფში ამომსვარეს, რის გამო რომ გამოვედი თქვი რომ აი ამ აქციაზე მონაწილეობა იყო სწორი და ამის გამო არ შეიძლება ხალხი ჩაქოლილიყო. და მე კი აიო ჩვენო გაგვაკრიტიკაო და ისო ჯერ ომს გავაკრიტიკო რა პრობლემაა ვერ ხვდები ცხოვრებაში არ ყოფილი ვარ არც ერთი პარტიის წევრი თუ ვინმე არ მომეწონება ამის გამო უნდა ჩავქოლოთ ადამიანი და მე კიდე ადამიანი რომელსაც ბექგრაუნდი გააჩნია სახელი გააჩნია რაღაცა რამდენიმე თვე კვირაში ერთხელ გადაცემა რომ მიყავდა იქ ამის გამო ბოდიში უნდა აყვედრო ის რომ და თუ ვიყავი იქაც კიდე საქმეს ვაკეთებდი ვეხმარებოდი ყოველ სამხატვრის გვერდში ვიყავი და მე კიდე ერთხელ ვიმეორებ მე ეხლა რომ მიდის გაშავება ამ ადამიანების იგივე ამ ზურა მახარაძის იმის რომ თითქოს ლანძღავენ თათხავენ ეს არ მიმაჩნია სწორად იმიტომ რომ ეს ხალხი ეხლა რასაც აკეთებს ეს არის სწორი საქმე და უნდა ამ აქ საკითხში ეხლა მეც ეხლა რო ყოფილიყავი მივიდოდი და კიდე ერთხელ ვიმეორებ იქ ხალხი მიდის არა იმის გამო რომ რომელიმე ადამიანის ხარდასაჭერად ან მორგოშიას ან მახარ იქ მიდის ხალხი იმის გამო მიდის რომ ეს საკითხი მათ აღელვებთ და თქვენ გამოიყვან ეხლა თქვენ ეხლა აირჩია ხელისუფლება ესეთი პოლიტიკა რომ აშავებენ მორგოშიას და გონიათ რომ ამით ხალხი დაბრკოლდება პირიქით სულელურად აშავებთ თქვენ რაც არ არის ტყუანი ის კაცი რო იყოს რაღაცაში ტყუანი კი რაში არის ტყუანი რომ უნდა და სასტუმროს აშენება საწარმოს აშენება უნდა და რაღაცა კაკლის გადა და რა არის ადააშავა ამ კაცმა გეკითხებით რომ ინვესტიციების მოზიდვა უნდა და სამუშაო ადგილების შექმნა და უცხოელი ტურისტების ეს არის დანაშაული გეკითხებით თქვენ შეადარეთ ხალ ვინმე მააშენოს იქ სასტუმრო და ვინ ამოიღებს ხმას და ააშენოს ქარხანა ფაბრიკა და თქვენ ეხლა შედარებას აკეთებთ არაპროპორციულს იქ ამიტომ იცით რა შეასაქმე ძალიან გულსატკენი არის რომ ვიღაცებს გონება დაებინდათ და ისეთი მარგინალი ადამიანები გამოყავთ და მე ისინი ილანძღებიან რომ ეს არის პირადად ჩემთვის გასაოცარი ფაქტი ვიღაცა ნაციონალებთანო შეკრულები არიანო ესენი იქო ნაცებიც იყვნენ ეხლა მე არ ვიცი შეიძლება ნაციონალები თუ იდგნენ იქა ეს მე ჩვენ რაშუაში ვართ ერთი მაინტერესებს შეიძლება ის ნაციონალი ზუსტად იმიტომ მოვიდა რომ პირიქით აი ამ აქციის ჩთილი მიდგომო და შეიძლება იმასაც რაღაცა გონება ისქნა რა ქვია არ ვიცი გაუნათ და მე რა ვიცი მე პირადად არასდროს ნაცების გვერდით არ ვიქნები რაც არ უნდა ხელისუფლების მოწინააღმდეგე ვიყო მე შორს ვარ მათგან მაგრამ ეხა უბრალო ადამიანი სიტყვაზე ნაციონალი თუ მიხვდება იმაზე რომ გადმოვიდეს და დადგეს იქ სადაც საჭიროა რა უნდა ვქნათ გავაგდოთ არა თურქი და არაბი შემოიყვანეთ თქვენ და ჩვენი ქართველები გაყარეთ იქ არა რა უბედურება ეს არა ლაპარაკობთ იმაზე და რაღაც სისულელებზე ეხლა მერაბ შათირიშვილი არის ფილოსოფოსი რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთი პროპაგანდისტია და ეს კაცი გამოდიოდა კაცო იძახდა რომ მართლმადიდებლობა მტერიო იმისიო რა ქვიაო ევროპასთან დაახლოებისო და ნაციონალებს უჭერდა მხარს და მე თქვენ გამოდიხარ და ჩვენ გვეუბნებით ნაციონალები ხართ თქვენ იდეოლოგები და თქვენი უამრავი ადამიანი მომხრე იყო რომელიც გამოდიოდა და ლაპარაკობდა იმის შესახებ რომ ნაცებს კვერს უკრავდა კაცო გოგა ხაინდრავა იყო რომელიც თურქი მესხების ჩამოსახლებას ლობირებდა საქართველოში და მხარს უჭერდა ამ ყველაფერს. რატო ხართ ასეთი ყველაფერი არა ქართველების ესე იგი ქართველები გეზიზღება და არა ქართველების ჩამოსახლება გიდათ, მაგრამ ის კაცი თურქი მესხების ჩამოსახლებას უჭერდა მხარს, ეხლა არაბების ჩამოსახლებას ვერ გავიგე რა გინდათ, მართლა ეს საქართველო არა ქართველების იყოს. მე კიდე რომი არ იქნება. ესე იგი ამ ხალხს ისეთი დაბალი წარმოდგენა აქვს საკუთარ ქვეყანაზე და საქართველოს მიაჩნიათ რაღაცა ბოდიში ორღობის ქვეყნა. ვინ ჩამოვა ამ ქვეყანაში? ვინ იქნება? მოიცა თქვენ რაღაცა ეს საქართველოს ბოდიში და რაღაცა არ მიგაჩნიათ კარგ ქვეყნად?
სადაც კი მოუშვებ კრანს წყალი არ მოდის იმ არაბულ ქვეყნებში წყალი და ნავთობი ფაქტობრივად ერთი ფასია თქვენ რატო გონიათ ხვალდაზე ის კაცი რომელიც იქ იყიდის იმ სახლს რატო არ შეეცდება რომ ჭაბურღილი დაარტყას წყალი ამოიღოს და წყალი გაყიდოს მერე მტკნარი წყლების რესურსით არის საქართველოს ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში სხვათა შორის გიორგაძე საუბრობდა ამჟამად და ესე საქართველოში ვინ ჩამოვა ვინ ჩამოვა და ჩვენივრად ჩამოვლენ ბაღნარივით ქვეყანა სუფთა ხაერი ზღვა მთა ბარი და თქვენ არ მიგა თქვენ არ აფასებთ ამ ქვეყანას თქვენ გირჩევნიათ ეს გროშებზე გაყიდოთ ეს ქვეყანა გაყიდოთ და პატრიარქის წრები ხართ იმიტომ რომ პატრიარქმა გამოვიდა და თქვა რომ ქართული მიწა არ გაიყიდოს და ჩვენ გამოყავთ ის სასულიერო პირები გამოყავთ პატრიარქის წრებად კაცო პატრიარქის წრება კი არა პატრიარქის ერთგული ხალხი არის ის იმიტომ რომ პატრიარქმა თქვა რომ არც მეფეს არც ვინმეს არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა და თქვენ ქართულ მიწას ყიდით მე არ მინდა ეხლა ჩვენ აქ გვიყურებს უამრავი ისეთი ადამიანი რომელიც ნამდვილად რაღაცა შეიძლება პრობლემა შეიქმნას ეხლა თქვენ თუ გონიათ მე ხელისუფლების წარმომადგენელი არა ვარ მაგრამ რა თქმა უნდა მაგრამ ჩემს სიტყვას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და არ მინდა რაღაცა გაღვივდეს აქა მე მაგალითად არც ის სიამოვნებს რუსთავი იყო სუფთა ქართული ქალაქი შედით ეხლა რუსთავშიდან როგორი სიტუაცია თქვენ ეს არ გაღებებთ არაფერი რა თქვენ ეს ჯუმბერ პატიაშვილმა ადგა და იქ მაშინ რა ქვია უდაბნოში ქართველები ჩაასახლა რომ და იქიდე იმაში ბოლნისის რაიონში მე სხვათა შორის ზვიად გამსახურდიამაც იგივე გააკეთა იმიტომ რომ ყველა ნორმალური ჟავანაძე აკეთებდა ამ ყველა ქართველი ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენელი აკეთებს რომ სადაც კი ქართველი ცოტა იქ ქართველი ბლომატი და აი ამ ხელისუფლების პირობებში არაქართველები უფრო მომრავლდნენ ვიდრე ქართველები და ეს არა და ვიღაცა თქვენ როგორ გონიათ ეხლა რომ ვიღაცა იმას დაუშვებს რომ აქ რომ არაბებს როგორ არ გონია კაცო ქუჩაში რომ დავდივარ უკვე არის რა კი არ გონია არის უკვე რომ ქართველები აღარ არის და უცხოტომელებია კი არ გონია ეს არის რეალობა შეიქმნა ეს ყველაფერი არის უკვე რასიძავს გონია და მე მოღალატეთ მიმაჩნია ყველა ვინც ამ საკითხზე კიდე ხმას არიღებს და მოღალატეთ მიმაჩნდა ისიც ვინც გარეჯზე ხმას არიღებს აი თქვენ რო იძახით ეხლა მე არა მგონია და თქვენ ეხლა გონიათ რომ იმაზე უფრო მეტი იცით კი მაგრამ მაშინ როდესაც ყარაბაღის ომი არ იყო დაწყებული აი ეს ზაპირის ჩვენ რომ მაშინ გარეჯის მიწას ვიცავდით და გარეჯს ვიცავდით და რო გამოდიოდით აი ეს ხალხი გამოდიოდით ეხლა ვინც გამოდიხარ და გაჩერდით თქვენ აღვივებთ აზერბაიჯანთან შუხს თქვენ აღვივებთ დაპირისპირებას თქვენ არ გინდათ ის რაღაცა გაზგვაწტის ავტობუსის აზერბაიჯანი და ხო გავჩერდით 5 წელი ხო გავიდა მაინტერესებს გარეჯი დაბრუნდა კი მაგრამ რო ამბობთ რომ აი ისავ თქვენ ახალ ჩვენ რო რეაგირება მოგვეხდინა მაშინ ხო ის გარეჯი არ დაიკარგებოდა დროებით რა თქმა უნდა გაგვაჩუმეთ გითხარით რომ არ გინდათო და დღეს გარეჯზე საერთოდ ვინმე ლაპარაკობს ხო იძახდით გარეჯი საქართველოს თქვენ არ მოიგეთ არჩევნები გარეჯის თემით კაცო თქვენ არ იყავით გარეჯი საქართველოა თქვენ არ ყვიროდით და ის რაღაცა რუკები ეხა ის რუკები ვის რა შეაინტერესებს მაინტერესებს რუკები არა გეკითხებით სად არის გარეჯი მე გარეჯამდე კიდევ ლაპარაკობდი ჰერეთში ქართველებისთვის ესეთა არასასურველ პირობებზე აზერბაიჯანელები საქართველოში გზნობენ თავს ნამდვილად რაღაცა უაზისი აქვს მოწყობილი და ეხლა დღეს აზერბაიჯანული მედია ცდილობს საქართველოში ქართულ აზერბაიჯანული შუღლის გაღვივებას ვიღაცამ ძღოლებს რომ შეურაცხყოფას ვინ ძღოლებს აყენებენ შეურაცხყოფას ესე რომ არც ერთი ეთნიკური ჯგუფი საქართველოში ისე არ არის მაღლა აყვანილი და ისე მაღლა არ დგას როგორც აზერბაიჯანელი პარლამენტში ეგენი არიან იქ თვითმმართველობის ორგანოებში ეგენი არიან ქვემო ქართლში და მე მაინტერესებს აი გინახია თქვენ კახისტა და იმ ჰერეთში ვინმე ქართველი სადმე თანამდებობაზე ან დეპუტატად გასული თუ აქ რაღაცა სხვა პირობებია და მე გამოვა ზოგიერთი ნაძირალა ექსპერტი და გამოვა და საქართველოსიო ისლამური და ის რაღაცა ეთნიკური შუღლის გაღვივებას არის აქით არის ეთნიკური შუღლის გაღვივება და ესე იგი აქით გვდებენ ეს რაღაცა უგოვანო ექსპერტები რომლებსაც სერგო ორჯონიკიძის ბედი არ აცდებათ რომ ჩვენ გვდებენ ესე იგი ჩვენ ეხლა რაც მიდის აი ყველაფერი გარეჯი დაუთმეთ ყველაფერი დაუთმეთ
მანამდე შევარდნაძის ლეკვებს რატო ვეძახი იცი ამათ შევარდნაძემ ადრე ადგა და წითელი ეს ხიდი გადასცა იქ ტერიტორიები ასეულობით ჰექტარი გადაცა აზერბაიჯანს ხათაშორის ეს მამუკარაშიძემაც მოიყვანა უამრავჯერ ეს ფაქტი ანუ შევარდნაძემ ამათ გადასცა ეს ამათმა გადასცეს და მე ეხლა აბრალემ სააკაშვილმა გაყიდაო სააკაშვილმა რო გაყიდა მე სააკაშვილმა რა ოფიციალურად გაყიდა თუ გაყიდა სად არის დოკუმენტი ეხლა შეიძლება ის პოლიტიკა რასაც აკეთებდა სააკაშვილი თქვენც აგზელებთ იმას ეძახით იმას რა ქვია ერის მამას და მას რა ჩვენ მეგობარი ჩემთვის არ არის იმ ქვეყნის ლიდერი რომელიც ცდილობს რომ ქართული მიწები მიითვისოს ჯერ ხო არ არის დემარკირებული ეს საზღვარი რატო არ უშვებენ ქართველ მგდოლებს გეკითხებით იმ ტაძრებში მონასტრებში რომლებიც დღეს არ არის ჩვენს დაქვემდებარება რატო არ უშვებენ საქმე აღძრა გახარიამ ისაო რა ქვიაო ან გარეჯის თემაზე და ხალხის დაკითხვებზე დაატარეს რომ დაეჩინებინათ დღესაც იგივე პოლიტიკა გრძელდება ყველა გამგები კარგად გაიგებს რომ ვიღაცების დაკითხვებზე სიარულით უნდა დააშინონ და მე ერთ რამეს ვიტყვი საქართველოში ქართველი კაცი ვერასდროს ვერ შეეგუება ვერც გარეჯის დაკარგვას ვერც ტერიტორიების გასხვისებას და თქვენ რო ხმას არიღებდით არასდროს იმიტომაც არის რომ გარეჯის აღარ არის აქ უკვე დაქვემდებარებაში და ის შეთანხმებაც რო ლაპარაკობთ აი ჩვენი პირობებში შეთანხმებთ თქვენი პრემიერი იყო გახარია რომელმაც შეთანხმება მიაღწია ალიევთან რომ უნდა შესულიყო ეკლესიის მონასტრის წინამძღვრები იქ რატო არ შედიან რატო არ სრულდება ეს ყველაფერი ვინმე დასვა იმ ჟურნალისტებიდან საკითხი ეხლა რომ ფორუმი გაიმართა ქართულ აზერბაიჯანული ვინმე დასვა ის საკითხი გარეჯის თემი მე არასდროს ვერასდროს ვერ დავარქმე მეგობრებს იმათ ვინც ჩემი ქვეყნის მიწაწყლის შებღალვას და წართმევას ცდილობს აქაც მე აიხლა როდესაც ვარ ყოველთვის ამათ ვეუბნები რუსებს იმ დღეს ვიყავი სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ეს ინტერვიუშიც გეჩნდა ეს კულუარულად კი არ მithქვია პირდაპირ მე ვუთხარი რომ ვერც ერთი ქართველი ვერ შეეგუება ცხინვალისა და სოხუმის დაკარგვას მეთქი და პირიქით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ დავიბრუნოთ ამას ვიძახი აქ და თქვენ ბოდიში და აი რაღაცა ესეთი 4 თაცზე ზიხართ და თქვენი მეგობრები ვართ თქვენ ახლა ჩვენი გადამრჩენ რა ჩვენი მეგობრები არიან ქართველებს ჰერეთში თუდად ეკცევიან ჩვენი ეკლესია მონასტრები იქ დაკეტილია აქეთ ჰერეთი გარეჯი წაგვართვეს აქეთ კიდე ამდენი რაღაცა იმას ქნეს შეირგეს და კიდე აქეთ ჩვენ გვდებენ ბრალს რომ ქართველ მძღოლებსო საქართველოს თუდად ეკცევაო და კიდე ჩვენი მეგობრები არიან გეკითხებით კაცო და აი ამას იმიტომ ლაპარაკობ რომ ეხლა ხო ესენი ასე ეხლა კიდე არაბები და თურქები თქვენ რა გონიათ მართლა აი ამ არაბულ ინვესტიციების უკან რატო ვერ ხედავთ თქვენ თურქეთის ხელს თქვენ რატო გონიათ რომ ერდოღანმა რომელმაც თქვა რომ თურქი მესხები ანუ თურქები ჩამოაზრა რატო გონიათ რომ თურქეთი არ იყიდის იქ აი ამ რაღაცა მიწებს და სახლებს და არ გადასცემს ამ მესხებს რატო გონიათ თქვენ რა გონიათ ის სოკარი რომელიც წარმოდგენილია საქართველოში არ არის სპეცსამსახური აზერბაიჯანული და რატო გონიათ რომ ყველამ ხო კარგად იცით რომ იმ ქვემო ქართლში სოკარი როგორ ეხმარება აზერბაიჯანულ ეთნოსებს აი მაგალითად ეხლა გეკითხებით რატო აშენებს სოკარი მარნეულში სკოლებს ბაღებს იმ აზერბაიჯანელებს და ქართველებისთვის რატო არ აშენებს მაგალითად გურიაში და იმერეთში მე იმას კი არ ვიძახი რომ აზერბაიჯანელებს არ უნდა აუშენონ პირიქით მე მეგობრები წავს აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანელები ჩვენი ძმებია და ხუდია ბორჩალოელი საქართველოსთვის იბრძოდა ერეკლეს მეფის დროს და მე პირიქით ამას ვლაპარაკობ და მე მაინტერესებს რატო არ აშენებს სოკარი სხვაგან ქართველებისთვის ეთნიკური ქართველებისთვის უსასყიდლოდ იმებს სკოლებსა და ბაღებს და რატო მანდამაებს ქვემო ქართლში რატო კიდევ ბევრი ინფორმაციები მაქვს რაღაცეები მაგრამ ამას ვერ ვიტყვი ბიჭო სკოლის დირექტორი არ არის მეთქი იმას ვიძახი რა ქვია და სკოლის დირექტორი და ის არ არის რა ქვია ადგილობრივი დეპუტატი იმაში რა ქვია ქვემოში ჰერეთში და აქ სპეცსამსახურებში თავდაცვაში უშროებაში ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან და წახალისებული ჩვენგან ყველაფერი და პარლამენტში ზიან საკრებულოებში მერებათ აქვს და ჩვენ გვეუბნება ვიღაცები მედიაში რომ თქვენო ჩაგრავთო აზერბაიჯანელებსო საქართველოსიო რა
ეს არის მართლაც გაუგონარი რამ და აი ეს იცის თავდახრამ შენ რომ ბოდიში და თავს დაუხრი ყველაფერზე გარეჯზე ჰერეჯზე ყველაფერზე დაგაჯდება თავზე ყველა ეხლა კიდე ადექით და აგერ გვიწასყიდით ახლა ამას იმიტომ მოვიშველი რომ რო იძახთით არ იქნება შეირგეს გარეჯი რო იძახთით ის რომ აი რაღაცა უკეთესობისკენ არაფერი რო იძახთით იმას რომ ესო არჩევნების მერე სატერიტორიულ მთლიანობისკენ ნაბიჯგავთ თუ არაფერი არ არის ისევ რუსების გინება ისმის ისევ არ დაველაპარაკებთ არჩევნებზე არის თქვა რომ რუსებთან დავიწყებთ დიალოგს და მოლაპარაკებებსო და სად არის ეს ყველაფერი იცით რა არის ვიღაცას გონია რომ საქართველოში რაღაცა ქართული მიწის გამო ხალხი ეწამებოდა ეს არის დიდი პატივი ქართველისთვის რომ თავისი მიწისა და რჯულისთვის თავი გაწივოს და ჩვენ ვხედავთ რენეგატ ადამიანებს რომლებიც არც სააკაშვილის დროს ხმას არ იღებდნენ და ეხლა რო იძახიან ნაციონალები სად იყავით თქვენ მაინტერესებთ თქვენ ზოგიერთები რომლებიც აი დღეს ყელყელაობთ ეგა გოგლი მოგლის ჭამდით რა სააკაშვილი როიო მე მაგალითად ამ კაცს ვებძოდი და აგერ არის ვიდეოფილები არ იწვის მე მგონი და ნახეთ აგერ უპირისპირდებოდი მას და წინააღმდეგე ვიყავი და ბევრი კიდევ ის ადამიანი რომლებიც გამოდიან. ეხლა ვიღაცა კიდევ ერთხელ ვინც ამ მიწის თემაში შეიძლება ჩემთვისაც არ იყოს საპატივცემულო, მაგრამ მე ვიღაცის გამო კი არ მივდივარ იქ. ვიღაცის გამო კი მე მივდივარ იმის გამო რომ არ მიმაჩნია რომ ერთადერთი ქართული მიწა დარჩა და რა ვიცი იმასაც ვყიდი რა უბედურებაა ეს ინვესტით ქარხნები ააგუგუნეთ მაინტერესებს და საწარმოები ააგუგუნეთ აქა. და ერთი კაცის გაშავებით ეხლა გონია თქვენ რომ მორგოშიას გააშავებთ და ხალხი არ მივა აქციაზე მეორე ჯერ პირიქით უფრო მეტი მივა იმიტომ რომ ყველა კარგად ხვდება რომ რაღაცა არასწორად ქმედება მე კიდე არავის დამცველი არა ვარ მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყვი რომ თქვენ გონიათ ვიღაცა პრიმიტიულად საზდოს მაგრამ მე აქ ფიქრობ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურში პირველ რიგში იგივე ბიძინა ივანიშვილის მტრები აკეთებენ იმას ეხლა რასაც ეხლა ვხედავთ რომ 1500 კაცი დაარქვეს იმას რომ 7-8000 თუ რამდენი 10000 არ ვიცი რამდენი იყო ესე იგი ამდენ 1500 კაცი დაარქვეს იმას და თან რადიკალი ადამიანი იყო შეკრებილი აი სამარცხვინოა ეს ყველაფერი მეგობრებო და მე ერთ რამეს ვიტყვი რა რომ ჩვენ ქართველი ერი ვერაზროს ვერ შევეგუებით ჩვენი მიწაწყლის ესე გაყიდვას და ეს საკითხი კიდე ერთხელ ვიმეორებ თუ არის საქართველოსთვის პირველ რიგში საქართველოსთვის ბევრი იმასაც თვლიდა რომ კანაფი და ისაო ნარკოტიკი უნდა დაითესოს დღეს ბრძოლა დაიწყო ხო ყოფილა სწორი მაშინ ქართველი ხალხი რომელიც აპროტესტებდა ამ ყველაფერს რომ არ უნდა ყოფილიყო ეს ნარკოტიკების პლანტაციები რასაც თქვენ იძახთით აი ხვალდაზე გამოვა და იტყვის რომ აი ეს შეცდომა იყო რომ ამ არაბული სოფლების აშენება გამოვა მაგრამ ესე იგი რასაც ჩვენ ვიძახთით მე იძახით 3 წლის მერე ჩვენ არ ლიბერალებსა და ამ LGBT პროპაგანდის ბოდიში როდესაც თქვენ ეხლა უპირისპირდით თქვენ არ იყავით თქვენი ტელეკომპანია იმედი და პირველი არხი იყო როდესაც იმ გეი აქციებ გეი ფესტივალებს ჩვენ რო უპირისპირდებოდით და თქვენ არ იყავით თქვენ რო გამოდიოდით და რო ლაპარაკობდით იმის შესახებ რომ ეს ჰომოფობებიო თქვენ არ იყავით თქვენი დეპუტატები არ იყვნენ თქვენ არ იყავით გენდერული საბჭოები რო გააკეთეთ სხვათა შორის აი არ მინდა რომ ეს არ დამრჩეს ეს საკითხი განუხილველი დღეს აი ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები არის მეგობრებო და მე ხლა აი გული რაზე მტკივა იცი გამოდიან ხალხი პროგრამებს წარადგენენ და აი თითქოს ერთი პრობლემა იყოს მარტო ამ ჩვენს საადვოკატო საქმიანობაში ის იყოს პრობლემა მე როგორც ადვოკატი ვამბობ ამჟამად რომ თურმე სასამართლოში რომ მედია არ შედის ეს არის პრობლემა მარტო და რეალური აი ძირითად პრობლემებზე არავინ არ ამახვილებს ყურადღებას და ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია ვიღაცა შეიძლება სადღაც იძახის მაგრამ აი ძირითადი რაც არის ვკითხულობ ამ ინფორმაციას ის რომ ქართველი უსამართლოდ რომ კაცების დასჯახდება რომ საქართველოში მიდის აი ამ გენდერული პოლიტიკის შედეგად უკანონოდ ადამიანების ჯარდება ვითომ ქალთა მიმართ ძალადობის მუხლებით ამაზე არავინ ლაპარაკობს რომ ეს არის შესაძლებელი პირველ რიგში ამაზე ამ არჩევნების დროს უნდა იყოს რომ უნდა შეიცვალოს პოლიტიკა შენ რაც არ უნდა მტკიცებულებები წარადგინო მაგალითად ადამიანის მამაკაცის დაცვასთან დაკავშირებით თუ ქალია მოწინააღმდეგე ყველა ვარიანტში პროცესი წაგებული არის
99%. ეხლა ბასილაშვილი უნდა იყო მანდამაინც ან ხელისუფლებასთან დაახლოებული რომ მოიგო. იმიტომ რომ ის ეხლა ბასილაშვილი ისეთი საქმეები, აი გეუნებით მე პირადად ქონია ასეთი საქმეები, ვლაპარაკობდი, უამრავი საქმე იყო ასეთი, სადაც რაც არ უნდა ექსპერტიზები წარვადგინე, ყველაფერი წარვადგინე კაცის უდანაშაულობის შესახებ, მაინც ადამიანი ვერაფერს ვერ გავხდი. რატო იცით? არაფერი არ შეცვლა. რო ვკითხოთ ოჯახის სიწმინდეზე ვლაპარაკობთ და ოჯახებს ვანგრევთ და ამაზე პირველ რიგში ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების წინ უნდა იყოს საუბარი, რომ ამას გავაკეთებთ, შევცვლით, რომ არ შეიძლება მიდგომები. ამას ყველა თითეული ადვოკატი ლაპარაკობს ესე საუბრებში, მაგრამ მე მაინტერესებს ის ადამიანები, ვინც თავმჯდომარეობაზე აცხადებენ პრეტენზიას, არ უნდა იყოს მათგან ეს საუბარი, რომ დღეს არასამართლიანი მოქმედება და ნახევარი მიშა რო იჭერდა, რო იძახდა ყველა ადამიანი ციხეშიო, დღეს ყველა კაცი ციხეში შეიცვალა ეს პოლიტიკა. და ამაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი ამ ყველაფერზე. მე რაღაცა გაოგნებული ვარ, იცი და არასდროს ამაზე არ და ყველა ძირითადად 80% საქმეებისა, სისხლის საქმეებისა ძირითადად ამაზე მოდის და ციხეში ზიანა. მე არ ვიცი რომ ყველა ანგელოზია მეგობრებო, მაგრამ ყველამ ხო კარგად ვიცით რომ საქართველოში კაცებს ჯიან და ეს არის ალენ დალესის თეორიის თანახმად, რომ ჰეტეროსექსუალები უნდა იქნენ და ჩაწიხლულები. რაც არ უნდა მტკიცებულება წარადგინო, შენ ხო ვერ მოიგე პროცესი, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე არის ქალი და ამაზე რატო არ ვლაპარაკობ? იქ რო იყრით, მე აღმასრულებელ საბჭოში შევდივარ, მე ეთიკის კომისიაში, მე თქვი შედავლოცვილო, შენ ხო იქ მოდიხარ არა? რაღაცა, რატო არ იძახით ამას? არ ვიცი რა სიმართლე რო გითხრა, აი აქიდან თლად ჩართული არ ვარ, მაგრამ ინფორმაციას ხო ვეცნობია რა. ყველა ლაპარაკობს, ჩვენ მედიას დავაბრუნებ, ჩვენ ესეთი პათეტიკური, ჩვენ ადვოკატის როლს გავსდით, რა როლს გასდით, შენ რო კლიენტს ვერ იცავ. ეხლა ეს საკითხი ჩვენს ხო გვეხება, იმიტომ რომ თუ შენ ადამიანს ვერ იცავ, იმიტომ რომ ესეთი მიდგომა, პირველ რიგში ამაზე ხო უნდა იყოს, თუ იმის რომ მედია არ ბრუნდება, ამაზე ნაკლები არ არის ეს საკითხი, რომელზეც მე ვსაუბრო. და ყველა მხრივ უამრავი პრობლემებია და მე კიდე ერთხელ ვიმეორებ რა, რომ ვინც კი არის რეალურად დღეს ბიძინა ივანიშვილის მოკეთე და მოყვარე, მან უნდა უთხრას, რომ აი ამ არაბული ინვესტიციების აი ესეთი დაჩქარებული წესით, აი ამ ლობირება და იმ ხალხის მოღალატეებად გამოცხადება დიდ უსყურს წარმოშობს ქვეყანაში. თქვენ უგონიათ, რომ ყველას ნაცებად შერაცხავთ, არავითარი შეხება ნაცებთან არ აქვს. და კიდე ერთხელ ვიმეორებ, ნაცებად გამოცხადება იმ ხალხის მიერ, რომლებიც მთელი ცხოვრება ნაცებთან იყვნენ, ნაცების შოულობდნენ ფულს და გამოდიან ეხლა და გუში ნაცებთან იყვნენ და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩვენ რაღაცა იქ აკაცუკები და მაკაცუკები და იმ აკაცუკებს ვერ მიყედეთ და ეს თურმე აკაცუკების ის ყოფილა აქცია ის, რომელიც ქართული მიწების დაცვას ემსახურებოდა. ესე იგი, აი ისეთ რაღაცები კეთდება გამწარონ ხალხი. ანუ მე ვხედავ, თქვენ მაინც ვერ ხედავთ, ვინც კი მართლა მომხრე იყო ამ ხელისუფლების, ამათმა ესეთი უგვანო ქმედებებით ყველა დააკარგინეს ამ ხელისუფლებას ხარდამჭერები. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ქართული მიწების გასხვისებას კაცმა მხარი დაუჭირო, კაცო. მე გეკითხებით, აი ხა ბელორუსში ლუკაშენკო უცხოტომელებს კი არა გეუნებით მინსკში მიიღეს ესეთი უკვე დირექტივა, ანუ ეს კანონის დონეზე, რომ ვერც ერთი კერძო კომპანია სახლებს ვერ ააშენებს მინსკში, სულ სახელმწიფო აშენებს. შენ პორტები გაყიდე ბოდიში და ჰესები გაყიდე, ყველაფერი ელექტროსისტემა გაყიდე, ყველაფერი გაყიდე ერთი მიწა დაგჭი. ამ მიწასაც რო გაყიდი, მე რა უნდა ქნა? მე ადგები და წახვალ იქით, იცხოვრებს გემრიელად შენი ჭკუით ალბათ, ხო? კიდე ერთხელ ვიმეორებ, სასტუმრო თუ გინდათ, ფაბრიკა, რაღაცა, კი ბატონო, არავინ არ არის წინააღმდეგ, მაგრამ სახლები რატო უნდა გაიყიდო? მე კიდე ვინ ჩამოვიდა და ვინც არის ჩამოსულები, მეტროები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი რო არის სავსე, აი ეს ხალხი ჩამოვა აქა. და თქვენ გონიათ ის ერდოღანი, როდესაც იძახის, რომ თურქების ჩამოსახლებას რო ითხოვს, თქვენ გონიათ ეს ჰაერში ითხოვს და თქვენ გონიათ ერდოღანი არ შეიძენს იმ თურქებისთვის სახკარს იქ აჭარაში და სხვაგან და არ იმას იზამს, ამას ფულს არ დააბანდებს. ის სოკარი, რომელიც სპეცსამსახურია აზერბაიჯანის ფაქტობრივად, თქვენ გონიათ არ იყიდის იქ მაგალითად იმაში კრწანიში, ორთაჭალაში არ იყიდის სახლებს და იმ ბინებს იმათთვის, თავიანთი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებისათვის?
და მე გამოვა იქ იმ ვიღაცეები და ილაპარაკებენ ეს კარგი ყოფილა მე რაც მე ბოდიში რისხვა დავიმსახურე ამ გარეჯის დაცვისათვის აი ეს ხალხი რომლებიც დღეს გამოდიან და იმაზე რა ქვია ჩვენ ჰომოფობებს და იმებს შეურაცხყოფას გვაყენებენ ჩვენ რო ლაპარაკობთ იმის შესახებ თურმე რომ არ უნდა გაიყიდოს აი ესე იგი თქვენ პატრიარქის წრები ხართ აი საპატრიარქო ლაპარაკობს იმის შესახებ რომ აი გაჩერდით ისა თქვენ პატრიარქზე მეტი იცით და რა ჯერ ეგერთიც ის საპატრიარქო შეცდომას შეიყვანეთ იმიტომ რომ 5 წელია ნაბიჯი გადადგმულა გარეჯის მიმართულებით ხო არ გადადგმულა მიდის რამე საკითხი ამ ის ბოდიში და იცით რატო არის ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს ესეთი პოლიტიკა ყველაფერი დავთმოთ ეგეთი მშვიდობა რა თმინა მე თუ ყველაფერი დავთმე მიწა გავყიდე გარეჯი დავთმე ის დავთმე ეს დავთმე ხო მშვიდობა ხო რანერი მშვიდობა ეს არის მშვიდობა შენ რო ყველაფერს ათმობ ქართველი კაცი გარბის უცხოეთში იმის მაგივრად დღეს პოლიტიკა იყოს დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს შენ ეუნები წადი უცხოეთში იმუშავეო კაციშვილი ეხლა რომ დამკვიდრდება უცხოეთში ვინმე ჩამოვა თქვენ ვერ ხედავთ რომ ქართველები მიდიან და აღარ გენოფონდი იწერიტება თქვენ მოღალატეებო მართლა თქვენა მე ვერ ხვდები ეს აღარ გაღელვებთ რომ ქართველი კაცი აღარ რჩება ამ ქვეყანაში და ყველა გადის ამ ქვეყნიდან ვერ ხვდებით ამ ყველაფერს აი ხლა სააკაშვილმა მიიღო უგვანო გადაწყვეტილება რომ პასპორტიდან ამოიღო ესე იგი რაღაცა მამის სახელი და ასევე ეროვნების სახელი აი ხლა თქვენ კარგად იცით რომ აი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთშიც ბელორუსშიც როგორი ეს არის მიდგომა ადამიანების მიმართ ეუნებიან ნიკოლოზ ფრიდონოვიჩ დავით გეორგიევიჩ და ყველა ესე მამის სახელით მიმართავს რა და მონაცემებში დოკუმენტებში იწერება ყველგან მამის სახელი აი მწვენია ხოლმე ზოგჯერ აი როდესაც ვავცევთ დოკუმენტებს როდესაც უნდა ჩაიწეროს მამის სახელს ვერ ავწერ ხალხო მამის სახელს ვერ ავწერ, იმიტომ რომ მე იქ აღრევა მოხდება, პასპორტში წერია მარტო სახელი გვარი. ქართველებს მამის სახელი წაგვართვეს, გესმით თქვენ? ეროვნება წაგვართვეს. ყველა არც ერთი ერის საპოსტსაბჭოო სივრციდან არ გაუკეთებია ის რომ მამის დააბრუნეთ ეს ამ სააკაშვილს რო აგინებთ ყველაფერში ის რაც ბოდიში ცუდ რატო არ ცვლით ამ ყველაფერს რაც გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილს რატო არ უნდა იყოს მამის სახელი ჩაწერილი პასპორტში გეკითხებით და ჩვენ აქ რო მაგალითად რუსეთში იქნება ბელარუს პოსტსაბჭო ადამიანი ესე ყველას მამის სახელი უწერია ჩვენ არ გვაქვს არც ეროვნება არც მამის სახელი აი ხა ყველა მიმართავს მას ხათაშორის აი ჩვენი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აი მიხეილ ყაველაშვილი მამის სახელი არ უწერია ვინ არის მამა არ ვიცი აი ისიც ალბათ მაგიტო არ წერს იქ მაშინ რა ქვია იმას რომ ვინ მამის სახელი მშობლები რაღაცა ეს ესე იგი ჩვენთან აი არ ვიცი რატო არის ესე რა ხო არ ხდება იმიტომ ამ ყველაფრის ამოღება რომ შესაბამისი პირობები შეუქმნათ იმ პორტირებულ ნაცების გავსად პორტირებულ ქართველებს დღეს საქართველოში პორტირებული ქართველები არიან დღეს იმიტომ მიიღება გადაწყვეტილებები საქართველოს საწინააღმდეგოდ რომ აი გვარგადაკეთებული ქართველები არიან რომლებსაც მამის სახელი იმიტომ არ აქვთ რომ იციან რომ გაიშიფრებიან ეროვნება არ აქვთ იმიტომ ამოიღეს რომ იციან მე ყველა ეთნიკურ ჯგუფს პატივს ავცემ, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ნუ გააკეთებთ იმას, რომ დღეს ვითომ ქართველებმა ქართველების სახელით ანტიქართული საქმეები გააკეთონ. ერთხელ სუფრაზე ვიყავი და ერთი ენაკვიმატი მეგობარი მყავს და აბა დაასახელეთო მეორე, მესამე, მეოთხე თაობა თქვენი წინაპრებისო და სუფრაზე ჭუბი დაიწყეს. იმიტომ რომ იქ ეთყობა ვიღაცებს მართლა რაღაც ამკუთხით პრობლემები ჰქონდა და რომ გაიჭედნენ, მე აღარ იცოდე რა იქნა და კიდე ყველას პატივს ავცემ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილმა იმიტომ გააკეთა იგივე გვარი მამის სახელის ამოღება, ეროვნების ამოღება, რომ ნიადაგი შემზადებული იყო იმისათვის, რომ აი ეს გვარგადაკეთებული მოღალატე რენეგატი არაქართველებს გაეკეთებინათ ანტიქართული საქმეები და მე არ გამიკვირდება, რომ აი ამ მიწების თემაზეც, რომლებიც ხალხი ჩვენ გვამუნათებენ და ჩვენ თურმე ქართველი კაცი იმას ამბობდნენ, რომ მიწა არ გაიყიდესო
ეს არის თურმე პროგრესის წინააღმდეგ წასვლა. ეს აი ამათ თავში ჩამახედა. რომელი ქვეყანა ყიდის ესე მიწებზე? ისრაელში ვინმე მიწას მოყიდის? მაინტერესებს ევროპაში მიწებს მოიყესე არიგებენ? მაგალითად იგივე აი ბელორუსიას იმიტომ ცემდა, იმიტომ მიყვარს, რომ უცხოელი იქ მიწას ვერ იყიდის. თუ შენ ყიდულობ მაგალითად უძრავ ქონებას, კერძო სახლს, მიწა არის იჯარით, მიწა არის სახელმწიფოსი და ის უძრავი ქონება სახლი შენია, კი ბატონო. და ჩვენ ესე მიდი 100.000 ჩადებს ინვესტიციას, ბინას იყიდის, ბინადრობას ვაძლევთ, ბინადრობას ისე ვარიგებთ, თვითონ არაფერი, სემიჩკას ზესუმზირის ის იყოს თვითონ რა, რაღაცა ტოლფასი და არ შეიძლება, იცით რა არის? ქართველი კაცი ვიღაცას თუ გონიათ დააჩოქებს, ვერ დააჩოქებს ქართველი. აი ეხლა ხო ხედავთ, აი აქ უკვე მე ის ადამიანები მივიდნენ იმ აქციაზე, სულ არ შეიძლება დიდად არ გქონდეს სიმპათიები ვიღაცის მიმართ, მაგრამ მივიდნენ იქ, იმიტომ რომ ეს თემა აღელვებთ და თქვენ ახლა გონიათ რომ ვიღაცას რო გააშავებთ, მე იქ არ მივა. იმის ვიღაცის გამო კი არ მიდის იმ აქციაზე ადამიანი, მიდის იმის გამო რომ ეს თემა აღელვებს და მე კიდე მე მინდა ყველას მოუწოდო, მე კაცი ვარ, რომელსაც უამბიციოდ ვაკეთებ იმ საქმეს. მე არც პარლამენტის დეპუტატობისა და არც რაიმე ამბიციები არ გამაჩნია ზოგიერთებისგან განსხვავებით, რომლებსაც რაღაცა Facebook-ში 5 მოწონება რო აქვს, რაღაცა დიდი ილუზიები აქვს ხოლმე და მე ერთ რამეს გეტყვით, რომ დროა რაღაცა მაინც გააერთიანოს ეს ქვეყანა რა. ქართველი კაცი ერთიანდებოდა, როდესაც ქვეყნის აღსასრული დგებოდა. და თქვენ მე გეკითხები თქვენ, დღეს ვინმე თვლის, რომ საქართველოს რეალურად დიდი განსაცდელი არ უდგას, როდესაც აგერ შენი მეზობლები აზერბაიჯანი ემზადება იმისათვის, რომ ზურგში ლახვარი ჩაქცეს, იმიტომ რომ მიდის პერიოდულად გამოცემებში იბეჭდება, რომ მაინტერესავ ქართველების უფლებებიო ილახებაო, მძღოლებს შეურაცხყოფას აყენებენო და მე ვიღაცები იქ რაღაცა მას იძახიან ჩვენი მეგობრები, ეგეთი მეგობრობა მე არ ვიცი. მე აგერ თურქეთი პრეტენზიას გიცხადებს ტერიტორიულს და ჩვენ ამ ფონზე არც რუსებთან დაპარაკი არ გვინდა, არც გაერთიანება არ გვინდა. იცით რა არის ხალხო? აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, აი ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნას შემომეგობრებო და ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შეიცვალოს პოლიტიკა. სხვაგვარად შეუძლებელი. კარგად ბრძანდებოდეთ და შევხვდებით პარასკევს როგორც ყოველთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.